შეამჩნიე. ზოგ ადამიანს უბრალოდ ვერ იტან. არაფერი განსაკუთრებული არ გაუკეთებია. შეიძლება არც კი გიცნობდეს, მაგრამ როგორც კი ლაპარაკს იწყებს, რაღაც შიგნით გეჭიმება. ფიქრობ, რა მაღიზიანებს ამ ადამიანში. ზოგჯერ ეს მისი თავდაჯერებულობაა, ზოგჯერ ხმამაღალი სიცილი, ზოგჯერ ზედმეტი სიჩუმე. ან უბრალოდ მისი არსებობა. და რაც უფრო ცდილობ არ მიაქციო ყურადღება, მით უფრო ძლიერად მოქმედებს შენზე. მაგრამ თუ გეტყვი, რომ შეიძლება ის ადამიანი საერთოდ არ იყოს შენი ყველაზე დიდი პრობლემა, შეიძლება მხოლოდ სარკე იყოს, რომელშიც საკუთარი თავის რაღაც ნაწილი პირველად დაინახე. ზუსტად ამ კითხვას ეძებდა პასუხს ფსიქიატრი კარლ გუსტავ იუნგი და მისი პასუხი იმდენად უცნაური იყო, რომ ბევრისთვის დღემდე მიუღებელია. ყველაფერი, რაც გვაღიზიანებს სხვებში, ყოველთვის მათზე არ გვეუბნება. ხშირად ის რაღაცას ჩვენზე ამბობს. კარლ იუნგს ერთი ძალიან საინტერესო იდეა ჰქონდა. ის ამბობდა, რომ არც ერთი ადამიანი არ ცხოვრობს მხოლოდ იმ თვისებებით, რომლებსაც საკუთარ თავში ვაღიარებთ. ჩვენში არის კიდევ ერთი ნაწილი, რომელსაც სხვებსაც უმალავთ და ხშირად საკუთარ თავსაც. იუნგმა ამ ნაწილს ჩრდილი უწოდა. მაგრამ აქ ბევრი შეცდომას უშვებს. როდესაც სიტყვა ჩრდილს ვისმენთ, გგონია, რომ ის მხოლოდ ცუდ თვისებებს ნიშნავს. ბრას, შურს, ეგოიზმს, სიძულვილს. სინამდვილეში, ჩრდილი გაცილებით დიდია. მასში შეიძლება იმალებოდეს შენი სიმამაცეც, თავდაჯერებულობაც, შემოქმედებითობაც. ის სიტყვებიც კი, რომლებიც მთელი ცხოვრება ვერ თქვი. ყველაფერი, რასაც ოდესღაც საკუთარ თავს აუკრძალე. ბავშვი იბადება თავისუფალი. ტირის, როცა tkივა. იცინის, როცა უხარია. ამბობს არა, როცა არ უნდა. მაგრამ ნელ-ნელა სწავლობს, რომ ზოგი რამ მისაღებია, ზოგი კი არა. ნუ ბრაზობ, ნუ ტირი, ნუ ხმაურობ. ასე გოგოები არ იქცევიან, ასე ბიჭები არ იქცევიან. სხვებს აწკენინებ, იხავი კარგი. და ყოველი ასეთი ფრაზის შემდეგ პატარა ნაწილი საკუთარ თავში იკეტება, არ ქრება. უბრალოდ სიბნელეში გადადის. აი სწორედ იქ იწყება ჩრდილის დაბადება. მაგრამ აქ ყველაზე საინტერესო იწყება. იუნგი ამბობდა, ის, რასაც საკუთარ თავში ვერ ვხედავთ, ხშირად სხვებში გვხვდება. და სწორედ ამიტომ ზოგი ადამიანი ჩვენში ამდენად ძლიერ რეაქციას იწვევს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა გაღიზიანება ჩრდილია. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან ბოლო წლებში სოციალურ ქსელებში იუნგის ეს იდეა ზედმეტად გაამარტივეს. შემდეგ ნაწილში სწორედ ამ მითს დავანგრევთ. რატომ გვაღიზიანებენ ადამიანები სინამდვილეში? და რატომ არ არის პასუხი ყოველთვის? ეს შენი პროექცია. სინამდვილეში რატომ გვაღიზიანებენ ადამიანები? აი აქ ყველაზე დიდი შეცდომა ხდება. ბოლო წლებში იუნგის იდეა ერთ წინადადებად აქციეს. თუ ვინმე გაღიზიანებს, პრობლემა შენშია. ეს ფრაზა ლამაზად ჟღერს, მაგრამ სრულად სიმართლე არ არის, რადგან ყველა გაღიზიანებას ერთი და იგივე მიზეზი არ აქვს. მოდი ერთმანეთისგან გავარჩიოთ. პირველი მიზეზი, პროექცია. წარმოიდგინე, გყავს კოლეგა, რომელიც ყოველთვის თავისუფლად ამბობს საკუთარ აზრს. არ ეშინია ვინ რას იფიქრებს. შენ კი მას უყურებ და ფიქრობ, რა ამპარტავანია. მაგრამ თუ საკუთარ თავს გულწრფელად გკითხავ, შეიძლება აღმოაჩინო, რომ მთელი ცხოვრება შენ თვითონ ვერ ბედავდი იმავეს. შეიძლება სულ გეშინო და უარყოფის, შეიძლება ყოველთვის ცდილობდი ყველას მოსწონებოდი და სწორედ ამიტომ სხვის თავისუფლებას ამპარტავნებად ხედავ. იუნგი იტყოდა, ხშირად ყველაზე მძაფრად სწორედ ის გვაღიზიანებს, რაც საკუთარ თავში დავმარხეთ. მეორე მიზეზი. ტრაუმის ტრიგერი, მაგრამ არის შემთხვევები, როცა საქმე საერთოდ პროექციას არ ეხება. მაგალითად, ბავშვობაში ხშირად გაკრიტიკებდნენ. ეხლა კი უფროსის ერთი მკაცრი შენიშვნაც კი ისეთ ტკივილს იწვევს, თითქოს ისევ ის პატარა ბავშვი ხარ. ან ვიღაც ხმას აუწევს და შენს ხელს უკვე საფრთხე გონია. ეს არ არის ჩრდილი, ეს არის ნერვული სისტემის ძველი მეხსიერება. სხეული ხშილი ხშირად უფრო ადრე რეაგირებს, ვიდრე გონება მიხვდება რა მოხდა. მესამე მიზეზი, ღირებულებების კონფლიქტი, არის კიდევ ერთი მიზეზი. შეიძლება ადამიანი უბრალოდ სრულიად განსხვავებული ღირებულებებით ცხოვრობდეს. თუ შენთვის პატიოსნება უმნიშვნელოვანესია, ბუნებრივია ტყუილი გაგაღიზიანებს. თუ სხვისი საზღვრების პატივისცემა გჯერა, მანიპულაცია დისკომფორტს შეგიქმნის. ეს არ ნიშნავს, რომ შენშია პრობლემა. ეს ნიშნავს, რომ შენი ღირებულებები და მისი ქცევა ერთმანეთს ეჯახება.
მეოთხე მიზეზი რეალურად ტოქსიკური ქცევა და ბოლოს ზოგჯერ ადამიანი უბრალოდ მართლა ცუდად იქცევა, იტყუება, ამცირებს, манипуლირებს, ძალადობს. ასეთ დროს არ არის საჭირო საკუთარი თავის დადანაშაულება და ფიქრი. ალბათ ეს ჩემი ჩრდილია. არა. ზოგჯერ ყველაზე ჯანსაღი რეაქცია სწორედ დისტანცია. იუნგიც არ ამბობდა, რომ ყველა ადამიანი ჩვენი მასწავლებელია. ზოგი უბრალოდ გვასწავლის. სად უნდა დავაყენოთ საზღვრები. მაგრამ თუ მართლა პროექციაა, როგორ გავიგოთ? როგორ გავარჩიოთ ეს ადამიანი რეალურად მაღიზიანებს? თუ სინამდვილეში საკუთარ თავს გაურბივარ? სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო ნაწილი. ალბათ ეხლა საკუთარ თავს ეკითხები. კარგი, მაგრამ როგორ გავიგო ეს ადამიანი მართლა მაღიზიანებს, თუ საკუთარ თავში რაღაცას ვერ ხედავ? იუნგი მზად ტესტს არ გვიტოვებს, იტოვებს. მაგრამ მისი ნაშრომებიდან და თანამედროვე ფსიქოლოგიიდან შეგვიძლია რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა გამოვიტანოთ. პირველი კითხვა. ზუსტად რა მაღიზიანებს? არა ის მაღიზიანებს. არამედ კონკრეტულად რა? მისი თავდაჯერებულობა, მისი თავისუფლება, მისი სითამამე, მისი ემოციურობა? თუ პასუხი ბუნდოვანია, ჯერ კიდევ ემოციაში ხარ. მაგრამ როცა ზუსტად ასახელებ, უკვე საკუთარი თავის გაცნობას იწყებ. მეორე კითხვა. ეს თვისება ოდესმე საკუთარ თავშიც ჩამიხშვია? შეიძლება ბავშვობაში გასწავლეს. ნუ გამოიშჩევი, ძალიან ხმამაღლა ნულაპარაკობ, ყველას მოეწონე, ჯერ სხვებზე იფიქრე. და დღეს, როცა ხედავ ადამიანს, რომელიც ამ წესებით არ ცხოვრობს, შენი გაღიზიანება შეიძლება სინამდვილეში ტკივილი იყოს. ტკივილი იმის გამო, რომ შენ საკუთარ თავს ამის უფლება არასოდეს მიეცი. მესამე კითხვა, ეს რეაქცია ყოველთვის ერთნაირ ადამიანებთან მიჩნდება. დააკვირდი, იქნებ სწორედ თავდაჯერებული ადამიანები გაღიზიანებენ, ან ადამიანები, რომლებიც თავისუფლად ამბობენ არა, ან ისინი, ვინც საკუთარ თავზე ხმამაღლა საუბრობენ. თუ ერთი და იგივე ტიპის ადამიანები მუდმივად ძლიერ ემოციას იწვევენ, ეს უკვე შემთხვევითობა აღარ არის, ეს უკვე კვლევის თემაა. მეოთხე კითხვა, რის იმ შურს, რასაც საკუთარ თავთან არც კი ვაღიარებ? ეს ყველაზე რთული კითხვაა, რადგან შური ხშირად ნიღბით მოდის. ჩვენ იშვიათად ვამბობთ მის იმ შურს, უფრო ხშირად ვამბობთ, რა ამპარტავანია, ყურადღებას ითხოვს, ძალიან ბევრს ბედავს. ხოლო ზოგჯერ, სწორედ ის თვისება, რომელსაც ყველაზე მეტად ვაკრიტიკებთ, ის თვისებაა, რომლის განვითარების უფლებაც საკუთარ თავს არასოდეს მივეცით. მაგრამ აქ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ამ იდეას ერთი დიდი საფრთხეც აქვს. თუ ყველაფერს პროექციას დავარქმევთ, შეიძლება რეალური ტკივილიც ვეღარ დავინახოთ. და სწორედ ეს არის ადგილი, სადაც ბევრი ადამიანი იუნგს არასწორად იგებს. იუნგის ყველაზე დიდი გაკვეთილი, იუნგი არ ამბობდა, ყველაფერი შენშია. ის ამბობდა, რაც უფრო კარგად იცნობ საკუთარ თავს, მით ნაკლებად იქნები საკუთარი არაცნობიერის ტყვე. სხვა ადამიანები ყოველთვის შეგხვდებიან, ვიღაც ისევ გაგაღიზიანებს, ვიღაც ისევ გაგაბრაზებს, მაგრამ განსხვავება ის არის, ერთ დღეს რეაქციის ნაცვლად საკუთარ თავს გკითხავ, რას ცდილობს ეს ემოცია მასწავლოს და შეიძლება სწორედ ამ კითხვამ შეცვალოს მთელი შენი ცხოვრება, რადგან ყველაზე დიდი თავისუფლება ის კი არ არის, რომ აღარავინ გაგაღიზიანოს. ყველაზე დიდი თავისუფლებაა იცოდე, რატომ გაგაღიზიანა. შესაძლოა, შემდეგ ჯერზე, როცა ვიღაცა ისევ გაგაღიზიანებს, სანამ მას განსჯი, ერთი წუთით შეჩერდე. და საკუთარ თავს კითხო. რა მითხრა ამ ადამიანმა, ჩემს თავზე? შეიძლება პასუხი საერთოდ არ იყოს სასიამნო. შეიძლება აღმოაჩინო შიში, დაუცველობა, ძველი ტკივილი, ან ოცნება, რომლის აღიარებისაც მთელი ცხოვრება გეშინოდა. მაგრამ სწორედ იქ იწყება ცვლილება. არა მაშინ, როცა სხვებს ცვლი, არამედ მაშინ, როცა საკუთარ თავს პირველად უყურებ გულთრფელად. იუნგი ამბობდა, სანამ არაცნობიერს ცნობიერად არ აქცევ, ის მართავს შენს ცხოვრებას და შენ ამას ბედისწერას დაარქმევ. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი ჩვენი სარკია. არც იმას, რომ ყველა კონფლიქტში საკუთარ თავს უნდა დავადანაშაულოთ. ზოგჯერ მართლაც საჭიროა საზღვრების დაცვა, ზოგჯერ დაშორება, ზოგჯერ უბრალოდ თქმა, ეს ჩემთვის მისაღები არ არის.
მაგრამ თუ ყოველ გაღიზიანებას მხოლოდ სხვის შეცდომა დაღვიქვამთ, შეიძლება მთელი ცხოვრება ხელიდან გაუშვათ ყველაზე მნიშვნელოვანი მასწავლებელი, საკუთარი თავი. და იქნებ იმ ადამიანმა, რომელიც ყველაზე მეტად გაღიზიანებს, არ მოგიტანა პასუხი. არამედ კითხვა, რომლის დასმაც საკუთარ თავთან დიდი ხანია აღარ გაგიბედავს. თუ ამ ვიდეომ დაგაფიქრა, კომენტარებში დაწერე. ყოფილა ადამიანი, რომელმაც შენში ისეთი ემოცია გამოიწვია, რომ მოგვიანებით მიხვდი ამ შეხვედრამ საკუთარ თავზე რაღაც ახალი გასწავლა. წავიკითხავ თითოეულ კომენტარს, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, იქამდე კი მოусმინე შენს შინაგან ხმას.